მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება რა ხდება მასთან თქვენს გამო. დღეს გვექნება ერთპოზიციანი გაშლა. თუ გიყვართ მსგავსი ტიპის გაშლები, დარჩით ჩემთან ერთად და ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი საჯარო ინფორმაცია თქვენზე რეზონირდება. ვისაც გსურთ ჩემთან პირადი კონსულტაცია, ან დაინტერესებული ხართ ენერგეტიკული წმენდის შესახებ დეტალებზე, მომწერეთ მესენჯერში. საკონტაქტო დაავტოვებული არის ხოლმე როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. დღეს იფიქრეთ იმ პიროვნებაზე ახლა უბრალოდ, თქვით მისი სახელი, წარმოიდგინეთ მისი ვიზუალი, გაიხსენეთ რაიმე დადებითი სასიამოვნო და დავიწყოთ და ვნახოთ ასეთი რა ხდება მასთან თქვენს გამო. ნახეთ როგორი სიტუაცია არის ახლა მასთან. ამ პიროვნებას ან უკვე რაღაც პროცესი აქვს თქვენთან დაწყებული, ან წუთი-წუთზე აპირებს, რომ რაღაც შემოთავაზებით მოვიდეს თქვენთან, ან რაღაც მნიშვნელოვანი წინადადებით მოვიდეს თქვენთან, მაგრამ ფიქრობს ასეთ რაღაცას, ანუ გარანტიებზე ფიქრობს, რომ დიდ რისკს, დიდ საფრთხეს გრძნობს, რომ თქვენგან მისი შემოთავაზება ან დარჩება უპასუხოდ, ან საერთოდაც უარ სიტყვით ამ ყველაფერზე, ან არ აქვს მას თითქოს გარანტია ამ წუთას, რომ რაღაცაზე დათანხმდებით, ანუ თითქოს თქვენ შორის არის ახლა რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც უნდა გადაწყდეს საით მიდის ეს ურთიერთობა, როგორ მიდის ეს ურთიერთობა, აგრძელებთ თუ არა მასთან ურთიერთობას, თუნდაც ესე შეიძლება ჩავთვალოთ, ან ვითარებთ თუ არა, ან შეიძლება ეს უბრალოდ იყოს შემოთავაზება, რომ მაგალითად ჩემთან წამოდიან, შევხვდეთ ერთმანეთს, ან რაღაც შემოთავაზება, ხო, ესეთი ყოველდღიურ შემოთავაზებას რომ ვეძახით, მაგრამ თქვენგან არ აქვს რაღაც გარანტიები. ანუ აქედან გამომდინარე, თქვენს გამო ამ პიროვნებასთან ის ხდება, რომ აქვს შიში, ქვეცნობიერული და დამოკიდებულება, რომ უფრო მეტად უარს მიიღებს თქვენგან, ვიდრე დადებით პასუხებს. უარყოფის ენერგია მოდის. ეს ადამიანი შეეცდება თქვენი ურთიერთობის გაკონტროლებას, სიტუაციის მართვას და ასევე შეეცდება, რომ დაგიყოლიოთ. აქ ესეთი განცდა რჩება, რომ თქვენ რაღაცაზე მასთან მიმართებაში ან პრინციპული ხართ, ან გაჯიუტებული ხართ, ან თქვენს აზრს ძალიან მკაფიოდ აფიქსირებთ და ფაქტიურად უჩვენთ საფიქრალს, რომ რაღაც გზები გამონახოს, უკეთესი გზები გამონახოს იმისთვის, რომ მისი სასურველი პოზიცია იქნება ეს თუ მოვლენა იქნება მიიღოს, ანუ ეს მარტივად თითქოს მას არ დანებდებით, არ მიიღებთ მის შემოთავაზებას თუნდაც. მე მაქვს ესეთი განცდა, რომ ბევრი თქვენთაგანისთვის შესაძლოა ახლა იყოს ისეთი მომენტი, რომ ამ პიროვნებას სურდეს ან კომუნიკაციის აღდგენა, ან ხელახლა რაღაც კონტაქტის აწყობა, ან შეხვედრაზე დაყოლება და თქვენ ან თავს იკავებთ, ან რაღაცაზე ისეთი გაბრაზებული ხართ, რომ ამ ეტაპზე მასთან რაღაც ის ცდა აღარ გსურთ და ეს პიროვნება შეიძლება, რომ ისევ კონტროლი
აიღოს ამ ურთიერთობაზე. ახლა ამ წუთას თქვენს გამო მე მასთან ის ხდება, რომ არ მინდა სადმე გაგიშვა, არ მინდა კონტროლი დავკარგო ამ ურთიერთობაზე, შენზე მოპოვებული კონტროლი დავკარგო, მინდა რომ ისევ ერთად ვიყოთ რაღაცნაირად, აი ქიმიისა თუ მიზიდულობის დაბრუნების სურვილი აქვს, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ფიქრობს, რომ თქვენ გაქვთ იმის ძალა, რომ მას უარი უთხრათ შეეწინააღმდეგოთ არ დაემორჩილოთ და აქედან გამომდინარე ეს ადამიანი, როდესაც უარს იღებს, ამ ტიპის უარს როდესაც იღებს თქვენგან, ხო? აი ამ დროს ეს პიროვნება იწყებს იმაზე ფიქრს, რომ თქვენ ისე ძალიან აღარ მოგწონთ, ან აღარ გიყვართ, ან აღარ გიზიდავთ და აი დაბრმავებული არ ხართ გრძნობით, რომ ყველაფერზე თანახმა იყოთ და აი ამ კონტროლის დაბრუნებაზე არის საუბარი. რა ხდება მასთან თქვენს გამო? ნუ მასთან დამძიმებული ენერგია არის. ეს ბარიერები მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიტყოდი რომ ტოტალურ ზეგავლენას ახდენს, იმიტომ რომ მისი მთლიანი საფიქრალი უკვე ამ საკითხზე არის დამოკიდებული და ამ წუთას შეიძლება მას არ ადარდებდეს მისი შემოსავალი, კარიერა, მეგობრები და ოჯახის წევრები და მაქსიმალურად ჩართული იყოს ამ პროცესზე, რაც თქვენ შორის მიმდინარეობს. და ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს მისი ქმედება, რა შედეგებს მოუტანს და ყველანაირად ცდილობს, რომ ჩიხებიდან გამოვიდეს. მაგრამ მიუდგება ამ ყველაფერს ზედაპირულად, ისე ძალიან ღრმა ემოციებით თქვენთან არის საუბრობს. შეიძლება იფიქროთ, რომ აი როგორ მარტივად უდგება ამ საკითხს, მაგრამ რეალურად მარტივად იმიტომ უდგება ამ საკითხს თქვენთან, რომ არ გაართულოს და თქვენც არ გაართულოთ, ანუ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენ რაღაც მასთან უფრო მეტად გაართულოთ, თუმცა გულის სიღრმეში ძალიან კარგად იცის, რომ სირთულეების წინაშე დგახართ. თვითონ ემოციურად სირთულეების წინაშე დგას და ეს ურთიერთობაც საფრთხის წინაშე დგას. ეს ადამიანი ითხოვს თქვენთან შეხვედრას. ფიქრობს, რომ ეს შეხვედრა გადამწყვეტია. ეს არის ძალიან ბევრი თქვენთაგანისთვის ეს მომენტი არის შეხვედრის საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ თუ ახლა შეხვედრაზე არ არის ფოკუსი თქვენს ახლანდელ სიტუაციაზე, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარსული დროის დაბრუნება. წარსული ენერგიის თქვენ შორის აღდგენა. რა ხდება მასთან თქვენს გამო? შვენიერი, თქვენ როდესაც მისი სიტყვა, სიყვარული, მსრულველობა, ემოციების აფიშირება გჭირდებოდათ, თითქოს ეს არ გქონდათ და როგორც კი ზურგის რეაქციად და ზურგის შექცევა დაიწყეთ ამ ყველაფრისგან, როგორც კი დაიწყეთ ემოციურად მისი გაშვება, თუნდაც ეს ჩავთვალოთ, დაიწყო უკუშედეგი, ანუ რამდენადაც გინდოდათ მისი სიყვარული, არ გქონდათ მისი გამოხატული ენერგია, როგორც კი ზურგის რეაქციად ამ ყველაფერს დაიწყო თქვენს მიმართ ამ პიროვნებამ უკვე იმის გამოვლინება, რაც გჭირდებოდათ, არ ვიცი, ეს არის უკუშედეგის თეორია, აქ რასაც ვხედავ. ანუ უბრალოდ შეიძლება იყოს აქ მომენტი იმისა, რომ ამ პიროვნებამ გააცნობიერა, რომ თუ თქვენ სიცივეს კიდევ ერთხელ იგრძნობს ან ზურგს შეაქცევთ და რაღაც იმ ემოციებში აღარ ხართ, რაც ადრე შეიძლება გამოხატული უფრო მეტად გქონდათ, უფრო იმის მომენტი უღრმავდება და უძლიერდება იმის სურვილი, რომ უფრო მეტად ჩაიჭიდოს ამ მდგომარეობას და სტაბილურობაში გადაიყვანოს თქვენი კავშირი. რა ხდება მასთან კიდევ თქვენს გამო? ბრძოლის უნარიანობის დაბრუნება. ეს არის მისი ფიქრი.
რაღაცასთან დაკავშირებით მას აქვს თქვენთან მიმართებაში ბრძოლის უნარიანობა გააქტიურებული ამ წუთას ყველაზე მეტად მისი გრძნობებიდან, აი ეს კონკრეტული გრძნობა არის გააქტიურებული, რომ სიტუაცია, რომელიც არის ახლა ჩიხში, დაპაუზებულ ენერგიაში, აამოქმედოს, სწრაფ ენერგიაში გადაიყვანოს, მოაგვაროს პრობლემები, დააყენოს ეს ურთიერთობა გზაზე და ისევ რაღაც მნიშვნელოვანი როლი დაიკავოს თქვენს გვერდით. მაგრამ აქ სხვათა შორის პიროვნება, რადაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფიქრებშიც ძალიან აქტიურია და ქმედებებშიც ძალიან აქტიურია. ანუ ხანდახან არის ხოლმე, რომ ტარო გვიჩვენებს ადამიანების სურვილებს, ფიქრებს, შინაგან სამყაროში ძალიან ბევრ სცენარს, მაგრამ უჭირთ მოქმედება, ან საერთოდაც არ მოქმედებენ სურვილის მიუხედავად, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ამ გაშლაში გამოიკვეთა, რომ ფიქრებიც ძალიან ბევრი აქვს ამ ადამიანს, მაგრამ მოქმედებაც კი ძალიან აქტიური ექნება. მთავარია თქვენ მისი შემოთავაზებები მიიღოთ და მას მისცეთ აქტიურობის საშუალება. დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ დიდ წარმატებას, ბედნიერებას და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.